საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და ამ მიზნით 12 ფევრალს სასტუმრო პულმანში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება შეხვედრები ბიზნესთან გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს გალტენ ტაკარტის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკის უახლესი კვლევა გააცნო. EBRD-ის კონსულტაციების პროგრამის მენეჯერმა სევერიანე ღვინეფაძემ თანადა ფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ბიზნესებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს ბანკის იმ პროდუქტებს თუ ციფრულ გადაწყვეტილებებს გაცნობოდნენ, რომელსაც ბანკი მათ საოპერაციო პროცესების გასამარტივებლად სთავაზობს. პარტნიორმა კომპანიებმა Altidom, Dastafem, Jack Businessma, GEC Businessma, დამსწრე ბიზნეს საზოგადოებას საკუთარი მომსახურებები, ასევე სპეციალური შეთავაზებები წარუდგინეს. საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი არის. ჩვენთვის როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერის მიზანი და როლი არის ხარი დაუჭიროთ ორგანიზაციებს დასა და განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით გაიმართა დღეს ღონისძიება შეხვედრები ბიზნესთან, რომლის ფარგლებშიც კომპანია გალტენ ტაკარტმა წარადგინა ეკონომიკური კვლევა ეკონომიკური მოლოდინების შესახებ. ასევე საქართველოს ბანკის გუნდმა წარადგინა ის ციფრული სიახლეები და ტექნოლოგიური ცვლილებები, რასაც საქართველოს ბანკის გუნდი ქმნის ბიზნესებისათვის. ასევე მეორე მხრივ ბიზნესებს ჰქონდათ შესაძლებლობა წარედგინათ თავიანთი ექსკლუზიური შეთავაზება და დაემყარებინათ პარტნიორული ურთიერთობა. ჩვენ არ ვჩერდებით აქ და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. ეს ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, იმიტომ რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ხვდებით ჩვენი სეგმენტის ჩვენ იმ კომპანიებს, რომელიც არიან ჩვენი სეგმენტი. კარგია რომ ბანკი ასრულებს აი ამ ხიდის როლს ჩვენსა და ესე ვთქვათ, სერვის პროვაიდერებსა და თავის კლიენტ ბიზნესებს შორის და ზრუნავს იმაზე, რომ ეს ბიზნესებიც ასე ვთქვათ, კიდევ უფრო გაუმჯობესდნენ იმისთვის, რომ მათ უკეთესი კლიენტები იყვნენ თავის ამ ბანკისთვის. ეს მისასალმებელია ძალიან. ბიზნეს გავაცანით საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები თუ როგორი ტენდენციები არის სხვადასხვა მიმართულებით. აქ იყო ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთები, გაცვლითი კურსი. ეს მაჩვენებლები საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ბიზნესისთვის, იმიტომ რომ მათი ყოველდღიური გადაწყვეტილებებში მაკროეკონომიკური გარემო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ კუთხით ჩვენ როგორც მიმდინარე ტენდენციები, ასევე გავაცანით გალტენ ტაკარტის მოლოდინები თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებში დინამიკა, როგორც მიმდინარე წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში. პირველ რიგში დიდი მადლობა საქართველოს ბანკს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტისთვის მსგავს ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ იყვნენ ინფორმირებულები იმ დახმარებების, იმ ტექნიკური დახმარებების შესახებ, რომელიც არსებობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მათ შორის EBRD-ის პროექტები, პროდუქტები, რომელიც გამიზნულია ამ სეგმენტის კომპანიების დასახმარებლად, მათი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და სხვადასხვა ბიზნეს პარამეტრების გაუმჯობესებისათვის.